მოკლედ, ყველა მიცით ჩემი და კატების ამბავი რა. აი ეს გოგო მოვიდა სადღაც ერთი თვე არ არის. აი კარგად რომ ნახოთ უბრალოდ რა ზომების არის, ხო, არაფერი, ხო, ნერვიულობ. აი გარდერობივით არის ოღონდაც. სავარაუდოდ 4-ს ველოდებით, ხო? 4? ხო. ნუ ევა დავარქვი, იმიტომ რომ ულვაშები აქვს და რაღაცა ადოლფს ხო არ დავარქვი და ნუ მაინც ახლა მისი მეუღლის საპატივცემლოდ თან მოკლეა და ხო დაიმახსოვრა. ერთი თვეა ესე ჩემს მკერდზე იძინებს და იღვიძებს. ხო? მე მგონი მამა მე მგონი ვარ. არ ვიცი რა არა, არ ვიცი თქვენ მითხართ რჩევები მომეცით, აი ასე უკვე როცა წუხს რა უნდა ვქნა, ერთი რაც ვიცი, მე როცა ესე წუხდი, ჩემი მეუღლე შამპანურით მივხვდებოდა ხოლმე, ხის შამპანური გამოვიღე. ახლავე ესე იგი ჭიქაც მომზადებული მაქვს. ბროლის. წამოება. და ვართ ესე მოწადინებული რომ მოდი აქევა, მოდი ჩემი გოგო, მოდი რამხელა ხარ. მეორეჯერ გათხოვდები ზუსტად გეუბნები, მოდი ჩემი გოგო, მოდი ვაჩვენოთ როგორ მოგლით ჩვენ თავს, მოდი. აი ესეთები ვართ, ხო, მოდი ჩემთან, მოდი. ევა, მოდი და ახლა მოჩელი გვაქვს ჩვენ. აი მე ბანდაჟი დაგჭირდება. მოდი ჩემთან, მოდი, ხო? მოდი ჩემთან ევა. მოდი ხო? აი ესე რა ხახო სამშობი არა ბლოკი მგონი ვარ. არა ჩემი გოგო. ხო აი ესე ვიმშობიარებთ სავარაუდოდ რამოდენიმე საათში, ხო ევა? ხო, გოგი გოგო, როცა სუქანია მე რა მოხდა? და დანარჩენს მე მოგიყვებით და პატარებსაც გავჩვენებთ.